გადადის უკანა პლანზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გაქრება. მეცნიერული ტრადიცია. ეხლა რაც შეეხება ასე ვთქვათ ეპოპეას, მთელი შუა საუკუნეების პერიოდის მანძილზე ბერძნული და ლათინური ეპოპეას შესწავლა ხდება, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან ბევრი იმიტაციის შექმნას. და ვთქვათ, ამგვარი იმიტაციების რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ მაგალითად ტროას რომანი, რომელიც მოყვება ილიადას ტრადიციას და რომელიც გავრცელდება მთელს ევროპაში, ანუ არა მხოლოდ ტროას რომანი ვთქვათ გავრცელდება არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ ის გავრცელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. და შესაბამისად ეპოპეას ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება კიდევ ესეც არის, რომ თქვათ ზოგიერთი ეპოპეა ერთი კონკრეტული კულტურული სივრციდან გადადის მეორე კულტურულ სივრცეში და ზოგჯერ სადაც მას შეიძლება ასე ვთქვათ შეემატოს კიდევაც დაემატოს სხვადასხვა მომენტები. კიდევ ამ თვალსაზრისით, ამ იმიტაციების თვალსაზრისით შეგვიძლია აღვნიშნოთ მაგალითად ალექსანდრის ისტორია, რომელმაც საკმაოდ დიდ ნაწარმოებს დაუდო საფუძველი და ეს არის კოციედეშა ჭიონის ალექსანდრეის. ანუ ეს დაწერილი არის დაახლოებით 1180 წელს და მასაც ძალიან ბევრი მიმბაცველი გამოუჩნდა. ეხლა ალექსანდრეის ეს არის გრძელი ეპიკური პოემა, რომელიც ჰექსამეტრებით არის შედგენილი, ანუ 6 სტროფიანი ლექსისგან შედგება და რაც შეეხება თვითონ ავტორს, კოციედეშა ჭიონი, ეს იყო ფრანგი პოეტი და რომელიც 1135 წელს დაიბადა და 1201 წელს გარდაიცვალა. და ის დაიღუპა შავი ჭირისგან. და თვითონ პოემა კიდევ ეძღვნება არქიეპისკოპოს გიომს. ეხლა, თუმცა შუა საუკუნეებში, ვთქვათ, არა მხოლოდ ანტიკურ თემებზე დაყრდნობით იქმნება ნაწარმოებები, ანუ არა მხოლოდ ანტიკური თემებით ინტერესდება ეპოპეა, არამედ თანამედროვე ისტორიაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. ეხლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ცნობილი ადამიანების გმირული საქციელი დიდი რამბებით და გაჟღენთილ, ასე ვთქვათ, პანეგირიკას იწვევს და დიდი რამბებით გაჟღენთილი ბიოგრაფიების შექმნას იწვევს და ესეთი არის მაგალითად შარლემანი, ანუ კარლოს დიდი და პაპი ლეონი, რომელიც იქმნება მე-9 ან მე-10 საუკუნით თარიღდება და ვთქვათ ამ ბიოგრაფიებზე დაყრდნობით აგებული კიდევ ერთი ნაწარმოები შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად ლექსი ღვთისმოსავი ლუის პატივის მისაგებად, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება. რა თქმა უნდა, დიდმა ბრძოლებმა და დიდმა საომარმა ექსპედიციებმა ეპოპეას სიუჟეტური ფორმა განაპირობეს. ანუ შესაბამისად ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა სიუჟეტური ფორმა ნაწარმოების, ლიტერატურული ნაწარმოების, რაც ვთქვათ აბსოლუტურად ლოგიკურია.
და ვთქვათ, აი, როდესაც საუბრობთ ისტორიულ ფონზე, ამ შემთხვევაში გულისხმობთ ჯვაროსნულ ომებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ეპოპეას თემატური საფუძველი განაპირობა და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თემატურ საფუძველზე და აგრეთვე მის სიუჟეტურ ფორმაზე. ეხლა ამასთან ერთად ვთქვათ, ზოგიერთი ნაწარმოები ასევე ნათელი მაგალითი არის იმის, რომ ზოგჯერ მეცნიერული, ან უпростоრად ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებულ სიუჟეტებსა და ლეგენდარულ ამბებს შორის ზღვარი შესაძლოა იყოს დარღვეული. ანუ შესაბამისად შესაძლო არის, რომ ისტორიულ მოვლენასა და ისტორიულ ფაქტს შორის და ლეგენდარულ ამბავს, ანუ ლეგენდასა და ისტორიას შორის ხშირად ამგვარ ნაწარმოებებში ხშირად შესაძლოა, რომ დარღვეული იყოს, ანუ იყოს როგორც ასეთი დაშორება. ანუ ერთი მეორეს არ ემთხვეოდეს. და ვთქვათ, ვალთარიუსი გოციეს ლეგენდარული ისტორია, ეს არის აკვიტანიის მეფის, რომელსაც მიაკუთვნებენ, ანუ მის ავტორად ითვლება ექჰარდ პირველი, რომელიც ექჰარდ ანდ სანგოლ, ანუ ეს არის სენგალის ბერი, ანუ მას მიაკუთვნებენ ამ ვალთარიუსს, რომელიც არის გოციეს ლეგენდარული ისტორია და მას მაგალითად ექჰარდ პირველს ამ ავტორს გამოყვანილი ყავს პერსონაჟებად, როგორც ანგლო-საქსონური ვალდერე და ასევე გერმანული ნიბელუნგების გმირები. ანუ ის ახდენს შესავებას ორ აბსოლუტურად განსხვავებული ნაწარმოებების. ანუ ამ ანგლო-საქსონური ვალდერე წარმოადგენს ძველი ინგლისური ეპიკური პოემის ფრაგმენტებს, რომლებიც, ანუ ეს ფრაგმენტები გაერთიანებული არის, რომლებმაც მოაღწიეთ ჩვენამდე, გაერთიანებული არის ეს ფრაგმენტები აი ამ სახელწოდებით ვალდერე. და ნიბელუნგები იცით თქვენ. ანუ ფაქტიურად უნდა აღინიშნოს, რომ აგრეთვე რომ მაგალითად სიმღერა ჩემს სიძე, რომელიც შეიქმნა 1140 წელს, ესპანური ლიტერატურის პირველ ძეგლს წარმოადგენს და რომელიც აგრეთვე ვთქვათ მიუხედავად ვთქვათ სხვადასხვა ინტერესისა ამ პოემის, ის იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ის სხვადასხვა მენიშნებას იძლევა, ისტორიულ მენიშნებას იძლევა. მაგალითად, მენიშნებებს იძლევა მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობების შესახებ მე-11 საუკუნეში. და ბოლოს ნაწარმოებში სიდი თავს შეაფარებს სარაგოსის მავრ მეფესთან. და ამავე დროს ეს პოემა იძლევა საინტერესო ინფორმაციას ამ კამპეადორსა, ანუ სიდ კამპეადორს, სიდსა და კასტილიის მეფე ალფონს მეექვსეს შორის ურთიერთობის შესახებ და ურთიერთდაპირისპირების შესახებ. ანუ შესაბამისად, მიუხედავად თქვათ იმ ფაქტისა, რომ შეიძლება იყოს განსხვავება, რა თქმა უნდა, ლეგენდასა და ისტორიულ ფაქტს შორის, მეორეს მხრივ ამგვარი ეპოპეა მაინც იძლევა გარკვეულ ინფორმაციას, კვლევარსაწვდის გარკვეულ ინფორმაციას აგრეთვე ისტორიული საფუძველის შესახებ, ანუ ისტორიული თვალსაზრისით.